როგორ შეაფასებთ იმას, რაც მოხდა და მოხდა ორგანიზებული დანაშაული პრაქტიკულად, პოლიცია მოხსნილი ყავდათ, მიიყვანეს თავიანთი ეს ეგრეთ წოდებული მხარდამჭერები და თავდასხმა მოაწყვეს აქციის მონაწილეებზე. რაზე მეტყველებს თქვენი აზრი? ეს მეტყველებს იმაზე, რომ მეტი არაფერი აღარ დარჩა უცნებას. აი ამაზეა დაყრდნობილი. აი ამ შიზზე რომ დავაშინებთ თუ არ იქნები ჩვენთან, აი გაგლახავთ, გცემთ, რაღაცას მოგიწყობთ. და ეს უნდა მორჩეს. ეს მორჩება ძალიან მალე. 20 რაღაცა დღე არის, 26 დღეა მგონი დარჩენილი, აი ამის ბოლომდე. აი ეს ბოლო წუთებია ამათი, ბოლო დღეებია. ისე რომ უნდა მოვალოდოთ რა ეგეთ რაღაცეებს. აი, როდესაც ასე იქცევა რეჟიმი, ან ბრჭყალებში ხელისუფლება ზოგადად, ეს რაზე მიანიშნებს, ანუ რა მდგომარეობაშია ხელისუფლება, რომელსაც სჭირდება ამის ორგანიზება და გაკეთება? სხვა გზა აღარ აქვს, აი ეს არის მათი საქმნობის შიში, ხალხის დაშინება და მე ვარ ძლიერი, იმიტომ რომ მე მყავს პოლიცია. აი ხა ნახეთ, თქვენ თუ დააკვირდით, მე უყურებდი ამ კადრებს. ესე იგი პოლიცია ხალხს კი არ იცავდა. პოლიცია შეეძლო ისინი შეეყვანა შენობაში და ამით ყველაფერი გაჩერებული. არავითარ შემთხვევაში პოლიცია დადგა და ხალხი გამოიყვანა და იმათ მისცა მთელი საშუალება მეორე-ეთ, მესამეთ გამოსულიყვნენ და გამოკიდებოდნენ იქ გოგოებს და ბიჭებს. საშუალებას აძლევდნენ, რომ აი ეს დევნა მოეწყოთ, ფიზიკური ანგარიშსწორება, ხედავთ პირდაპირ ეთერში. მე თითქმის ყველას ვიცნობ ამგეს. ჩვენ ახალგაზრდებს ვიც რუსთაველზე არიან. ეს პირდაპირ ეთერია ახლა. შევნიშნე დაზიანება მოქალაქეზე, სახეზე, აი ადევნებთ. ჩვენი ბიჭები არიან ეს. დიახ. პერიოდულად გამორბიან აი ამ შტაბიდან, თავს ესხმიან, მე ისევ შიგნით შედიან. პოლიცია რას აკეთებს ამ დროს? ამას ხელს უწყობს პოლიცია. ამას უწყობს ხელს პოლიცია. ნაწილია ამ ორგანიზებული დანაშაულის, ასე გამოდის. შევეხოთ 4 ოქტომბერს უკვე, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება და თქვენ გეკუთვნით ფრაზა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვასრულებთ, დიახ. როგორ უნდა მოხდეს ეს? ყველას უჩნდება ეს შეკითხვა. საზოგადოება გავა აქციაზე და მას ჭირდება შეკითხვაზე პასუხი, მე რა ხდება? მთელი თბილისი გამოაგარეთ, ეს უკვე ვიცით ჩვენ. დავიწყოთ იმისგან რომ ვაკეთებთ ჯერჯერობით ჯერ მინდა რომ გითხრათ რომ აი თქვენს გადაცემაში თქვენს მოვიტანე პირველი მოსაწვევი რომელიც დაიბეჭდა 2 მილიონი ესეთი მოსაწვევი უკან. თქვენ რამდენი ოჯახის წევრი ხართ? ბავშვი ჩათვლით. ბევრი ბავშვების გარეშე ჩათვლით არა. 4 ვართ. აი ბატონო. ეს თქვენ ნინო, აი ეგ დაგიტოვებთ თქვენს. დიახ. თქვენ შემოგელით ეს კონდეთ, აი ნახეთ თუ ინდა რა წერია. მოდი ნინო. დიახ. აუცილებლად ყველას გელოდებით. ცოტა მეტი მჭირდება ბევრი ხალხი, მაგრამ ცოტა მეტი მჭირდება, მაგრამ არა უჩვენს გავიყოფთ არა. არა 2 მილიონიდან დარჩება. ხუმრობით. ბავშვები აქ. ბავშვების გარეშეც. ოპერატორებსაც დაურიგებს სანამ წავალთ. ესე იგი თბილისში ვიტყვი რომ აქცია იქნება არა მარტო ერთი რუსთაველზე, არამედ რამოდენიმე ლოკაციაზე. იმიტომ რომ საჭიროა ძალიან ბევრი ხალხი იქნება. ჯერ გახსოვთ რომ ჩვენ სტადიონი ვთხოვეთ მთავრობას და სტადიონი არაო არ შეიძლებაო ძალიან კარგი რო არის. იმიტომ რომ გვექნება 3 თუ 4 5 სტადიონის ხალხი, იმდენი ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ჩვენ იქ ვერ დავეტიოდით ვერათა შემთხვევაში. და გარდა ამისა ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს ისეც რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში იყოს მრავალათასიანი 10 და 15,000-იანი აი ესეთი შეკრებები. დღესდღეობით გვინდა გაკეთდეს ეს აჭარაში, სამეგრელოში, კახეთში ნაწილობრივ, კახეთშიც აუცილებლად და ნუ იმერეთი მოისაზრება. ნახოთ ეს როგორ იქნება. მთავარია რომ ჩვენ თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე 10,000 ადამიანი, თქვა 30-40 რუსთაველზე, ან 50 და 30 კიდე სხვადასხვა იმაში. ეხლა ჩვენ ვატარებთ რატომ არის ეს? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მივცეთ ჩავატაროთ ეროვნული კრება. ეროვნულ კრებაზე ყველას დარიგებული ექნება ეს. ბატონებო, ვინც ვერ მიიღებთ ამას ხელზე, თქვათ ვერ გადმოგცემთ, თქვენ სახში მიიღებთ ამ დაარიგებთ დავარიგებთ რომ ისე რომ ეს ყველა ადამიანამდე მივიდეს. ეს იქნება თქვენი მანდატი. სადაც იქნება იქ ჩვენ ვიტყვით რამოდენიმე საკითხი გვექნება, რომელიც გვექნება განსახილველი. ეს არის ეროვნული კრება. და აი ამით მისცემთ ხმას თუ ხართ თანახმა აწევთ ამას. ამიტომაც იქნება რამოდენიმე ლოკაცია, რომ ამ ლოკაციებზე
ხალხმა მიიღოს. აი ახლა კიდევ ერთხელ სხვა ფორმულირებით მომიწევს ამ შეკითხვის დასვა, მაგრამ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, რას უნდა მისცენ ხმა? აი ეს იქნება საკითხები. ერთ-ერთ საკითხს გეტყვით ნამდვილად. გინდა თუ არა რომ ესენი მოშორდნენ და წავიდნენ აქედან. ძალიან რბილად ლაპარაკობ. იქ მისული ყველა აწევს აი ვინც აწევს და მე გვიქნება ვინ შეიკავა თავი, ვინ არის წინააღმდეგი. ვნახოთ 1-2 მათ თუ აწევს რომ წინააღმდეგია. თუ არ აწევს მთელი ძალაუფლება გადმოდის ხალხის ხელში და აი მე უკვე ვიწყებ ჩვენ ქვეყანაში ისეთ მოძრაობას რომელსაც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხალხი და ეს პოლიცია უნდა დაგვემორჩილოს ჩვენ. როდესაც თქვენ თქვით რომ 4-ში ვიწყებთ 4-ში ვამთავრებთ ეს ფიგურალური ნათქვამია თუ პირდაპირ მნიშვნელობა? მე მეცაც გეტყვით, მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, მეტი რა ვქნა. მე ვიღებ ჩემ თავზე. აი ესეთი რამ იქ არ მოხდება. ესენი გაიქცევიან სულ ყველა ეს ნავარჯიშები ბიჭები. იმავე დღეს აპირებთ რომ დამთავრდეს. იმავე დღეს უნდა მოხდეს ყველაფერი. ამის გაგრძელება არ შეიძლება. ყოველი დღე ოცნების ხელისუფლებაში არის ჩვენი უკუსლა. ის თანამოაზრეები, რომლებიც ხართ შემოგვებილი ერთმანეთის გარშემო, მათ შორის ბატონი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც რაღაცნაირად თავის ტკივილი გახდა ქართული ოცნებისთვის კიდევ უფრო მეტად მისი განცხადებებიდან გამომდინარე. ეს სრულიად აშკარად ჩანს და რასაც ხაბეიშვილი ამბობს, იმის გამეორება ხდება ქართული ოცნებიდან. ხაბეიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელებიც და მის შემადგენლობაში ახლა მყოფებიც მიიღებენ მონაწილეობას მის აი ამ მშვიდობიან დამხობაში და ქართულმა ოცნებამ დღეს თქვა, რომ ჩვენგან გაგდებულები რადიკალებს ასაზრდოებენ. ანუ რაღაცნაირად ეს ორი განცხადება არ არის მაინც და მაინც შორს ერთმანეთისგან, ხომ? რა მოლოდინი შეიძლება კონდეს საზოგადოებას თავად ივანიშვილის ახლანდელი ან ყოფილი გარემოცვისგან? მე მაქვს უთყვარი დასაბუთება იმისა, რომ წასულ ოცნების დიდ მაღალჩინოსნებს აქვთ კავშირი ჩვენთან. მე ხა ჩემთან პირადად არა, რამოდენიმეს მარტო, მაგრამ ხაბეიშვილთან აქვთ კავშირი და ისინი ფაქტურად ნანობენ, ინანიებენ მცოდას, რაც აქვს ჩადენილი და უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აღსანიშნავობაში, რაც არის ძალიან მისასალმებელი. მონაწილეობა მესმის ამას ახლა თქვენ არ იტყვით, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება წვლილი შეიტანონ რაღაც ინფორმაციით ან რაღაც კომპრომატით ქართულ ოცნებაზე ბიძინა ივანიშვილზე, რაღაც ისეთით, რაც ივანიშვილს 4 ოქტომბერს ან მანამდე ისე დაასუსტებს, რომ 4 ოქტომბერს ხელისკვრა იქნება საჭირო და წაიქცევა ამას ამბობთ. ზუსტად ეხლა ინფორმაციაზე ეხლა იმას როგორ ვიტყვი, რომ ახლა ღარიბაშვილი დაიჭერს ქართულ დროშას და გამოვა და ჩვენ დაგვიდგება ეგეთ რამე არ მოხდება. ანუ რაღაცით უნდა შეიტანოს წვლილი, ხო? მაგრამ ის ინფორმაცია, რაც საჭიროა და რაც გამოდის, იქედან ვიტყვი, მათთან აქვთ კავშირი კიდე სხვებს მოქმედებს, ისინი გადმოსცემენ ამათ, ესენი გადმოგცემენ ჩვენ, ესე რომ გვაქვს ყველა ინფორმაცია. ისე არ მოხდება, რომ ღარიბაშვილს დააჭერინებთ. არა, მე ღარიბაშვილს არ ვიძახი, მე მაგალითად თქვი ღარიბაშვილს. თუმცა თვითონ ისე უტრიალებენ გარშემო ღარიბაშვილსაც, გომელაურსაც და სხვებსაც, რომ აი ნახეთ, რამოდენიმე დღის უკან, 2 დღის უკან რუსაველის გამზირზე ჭავჭავაძე და წერეთლის დეგთან ჩვენ შევიკრიბეთ თუ ყველა ადამიანი, აი მე რო დავპირდი ხალხს, რომ მე თქვენ გაგაერთიანეთ, მოდი გავერთიანდეთ, მართლა მოხდა გაერთიანება, იქ ყველა სფეროს ადამიანი იყო მოსული. თუ გინდათ მერაბ სეფაშვილი, თუ გინდათ დიად არჩია, თუ გინდათ შიუკიშვილი გიორგი, რა ვიცი, ყველანი იქ ვაჟა ექიმი, ისე აი ესე უნდა გავერთიანდეთ ყველანი და რომ გამოვიდეს თქვათ იგივე ლილუაშვილი და იგივე ხარიბაშვილი და იგივე რა ვიცი გომელავა რომ დაგვიდგეს გვერდში ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ ამ დროში, იმიტომ ჩვენ ერთი მთავარი მტერი გვყავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ისინი შეიძლება უსაფრთხოების თავიანთი თავისუფლების სამომავლოდ სანაცვლოდ წავიდნენ იმ ნაბიჯზე, რომ დაუპირისპირდნენ ივანიშვილს, ეს იქნება ისეთი ნაბიჯი, რომელიც ივანიშვილს მიაყენებს დარტყმას. მე ასე მესმის ახლა თქვენი სიტყვებით და რატო ხდება ისე, რომ ამას ძალიან ღიად ამბობთ პრინციპში, რომ ეს ხალხი ამას გააკეთებს? იმიტომ რომ ეს მე მგონი მათი სურვილია უკვე.
რომ ეს ითქვას. რომ იყვნენ დაცულები ცოტი მაინც, დიახ. იმიტომ რომ ისინი ელოდებიან რომ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ისინი დაიჭიროს. იმიტომ რომ ისინი ელოდებიან რომ იციან რომ შეიძლება აქვს მთავრობა და დღეს ჯობია ჩვენთან უფრო ახლობლობა, იმიტომ რომ ეს მათ უფრო გავადვილებს შემდეგ ცხოვრებას. კი ბატონო, ერთ შეკითხვასაც დაგისვამთ, ეს უკავშირდება 13-ში აქცია, იქაც მიხვალთ 4-შიც აპირებენ მოსვლას მე გულისხმობ პოლიტიკური პარტიები, მოძრაობები, მაგრამ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაგალითად აქტიურები იქნებიან ყოველ აქციაზე თავისი მისვლით, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ისინი 4 ოქტომბერსაც თქვენი თანამოაზრეები არიან პასუხისგებლობის აღების კუთხით. პასუხისგებლობას ამ დღეზე იღებთ თქვენ თუ ისინიც, ანუ ყველა იღებთ პასუხისგებლობას ერთად. ვისაც უნდა შეუძლია აიღოს ეს პასუხისგებლობა. მე მაგალითად ვიღებ, იმიტომ რომ ჯერა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სხვა გზა არ აქვს, ჩვენ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. 5-ში უკვე ქართული ოცნების რეჟიმი რო იყოს ახლა ქვეყნის სათავეში, ეს უკვე დამაქცეველია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც პასუხისგებლობას მე ვიღებ, ლევან ხაბეიშვილი იღებს და არის კიდე რამოდენიმე ადამიანი, ვინც იღებს. ვისაც უნდა აიღოს, ვისაც არ უნდა, ჩვენ არავის არ ვაძალებთ. თავარი ერთს არის, რომ გუშინ ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა ძალიან დიდებული განცხადება, რომ მთლიანად უდგება ჩვენ მოძრაობას, მოძრაობა რუსთაველის გამზირს. ლელოს წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ კი ბატონო, მივდივართ არჩევნებზე, მაგრამ შემდეგ ყველანი გამოდივართ აქციაზე. ასევე 4 ნომერმა თქვა, რომ ნუ კაი, არ იღებენ პასუხისგებლობას, მაგრამ აქციას ისინი უერთდებიან. რა გვინდა ჩვენ ახლა? ჩვენ პრინციპში ეს არის ეროვნული მოძრაობა, ეს არ არის რომელიმე პარტია. ქართული ოცნებისგან არ ელოდებით რაიმე ისეც. არ ვიცი როგორ თქვა, თუ კი თქვენ ამბობთ რომ იმ დროს ძალიან დასუსტებული იქნება უკვე ქართული ოცნება, გაბრძოლებას, არ ვიცი, წინააღმდეგობას ან თუ ის არ გზნობს თავს დასუსტებულად, არ ვიცი, პირდაპირ შეტევას ხალხზე. ასეთ რამეს არ ელოდებით, ყველაფრისთვის ვემზადებით და გეტყვით ერთ რამეს. ვერაფერს ვერ გახდით. ჯერ ერთი პოლიციის ძალიან დიდი ნაწილი, უკვე ვიცით რომ გადმოვა ჩვენ მხარეს, უკვე ვიცით. გადმოვა. უკვე ნათქვამი აქვს რომ გადმოვა. თუ იქნებით ძალიან ბევრი, ჩვენ გადმოდივართ თქვენ მხარეს და იქნებით უამრავი. თბილისი გამოვა გარეთ, რო არ ჩავთვალოთ რაიონები. თბილისი გამოვა გარეთ. და მეცაც გეტყვით, რომ არიან არა მეც აღარ გეტყვით, მე ეს რაღაც თქმა მინდოდა იმის თქვა შეიძლება. კი ბატონო, აი ეს პოლიციაზე მესვეთოთ. ნახოთ, რა როგორ თქვენ თქვით რომ პასუხისგებლობას იღებთ თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ამ ყველაფერზე, რომ 4-ში ქართული ოცნება არ იქნება? უნდა დასრულდეს. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. რამის დამატება ხომ არ გსურთ? ბატონებო, ვიყოთ ერთად. ჩვენ ვართ მართლები, სიმართლე ჩვენ მხარესა, ქვეყანა ერთი გვაქვს, რასაც ქვია საქართველო. გავერთიანდეთ, დავიწყოთ ცხენები, გავერთიანდეთ ერთ მუშტად და მოვიშოროთ ბოლოს და ბოლოს ეს გამყიდველი ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება, რომელიც ძალიან აზარალებს ყოველდღე ჩვენ ქვეყანას. დიდი